გამარჯობა, დღეს ცოტა პატარა ვიდეო გვექნება, მაგრამ ძალიან საინტერესო, როგორც იცით, არის ახალი კანონი ხმაურთან დაკავშირებით და ვნახავთ, როგორ ჯდება ჩვენი მანქანები, ან არ ჯდება ამ კანონში და ხმასაც მოვისმენთ და გავზომავთ. წავიდა. ესე იგი, პირველი არის ჩვენი BMW M240 და ამერიკიდან როგორც იყო ჩამოსული ეს მანქანა, ისე დავდიოდი მეც. უკანა ბაჩოკი ქონდა მოხსნილი და იყო გატრუბული. მე დიდად ეგეთი რაღაცები არ მომწონს, ანუ ხმაურის გამოც და ისედაც არ აქვს რა სასიამოვნო ხმა. ვაპირებდი რა, მოკლედ ხარხმული გამშვების M performance-ის უკანა ბაჩოკის რაყენებას, თუმცა მაინც არ ვჩქარობდი რა. როცა შემოვიდა ეს კანონი, უკვე გადავწყვიტე რომ შემეცვალა ავედი ბუბუსთან თემქაზე, ვინც არ იცით, ძალიან კარგ ფასად დავაყენე M performance-ის გამშვები და მე ძალიან მომწონს. გარეგნულადაც კარგად გამოიყურება, ხმაც ძალიან სასიამოვნო აქვს და რაც თავარია არის ხარხმული. ვიტყოდი რომ აი ამაზე მეტი ხმა არ არის რა საჭირო და თანაც ახლა რომ მოხსენი ეს გატრუბული, აი მე ეგეთი რაღაცები მანქანებზე არ მომწონს. არასასიამოვნო ხმას იძლევა ზოგადად ეგეთი გატრუბები და მე ყოველთვის მირჩევნია რაღაცა კარგი ხარისხის ბრენდირებული ბაჩოკი, არც არავის აწუხებს, მე ეკმაყოფილი ვარ და კანონსაც არ ვარღვევთ. მე ისედაც არ მომწონდა ეს ღამის საათებში გრუხუნი და ამბავი, თუმცა ამით ძალიანაც რომ მოგინდეს, ვერავის შეაწუხებ, მარტო შენ სრულის დაიკმაყოფილებ. როგორც ვიცი, დასაშვებით ჩვენთან დეციბელები ჯერ ზუსტად არ ვიცი სიმართლე გითხრათ, მაგრამ ამიტომ ახლა დავქოქოთ აბა ჩვენი მანქანა, ვნახოთ რამდენ დეციბელს გამოყოფს. ახლა ჩავრთოთ, აი ზვიო დაიჭერს, მე დავქოქავ და ვნახოთ აბა რამდენი დეციბელი ექნება. ეგა მოკლედ რა, ეს ხარხმულად არის, ლამაზია, ხმა ძალიან სასიამოვნო აქვს, არც არავის ვაწუხებთ. ერთი სიტყვით, BMW ხარხმულად არის, ძალიან კაი ხმა აქვს, მეც კმაყოფილი ვარ. იმ უშნო გატრუბულ რაღაცას მართლა მირჩევნია ასეთი და მეტი ხმაც რავი მე პირადად არ მჭირდება და ჩემი აზრით არც არის საჭირო. ეხლა ვნახოთ ჩვენი Z რამ მდგომარეობაშია. ესე იგი Z-ის შემთხვევაში ცოტა სხვანაირად არის სიტუაცია და Z-ს პრობლემა აქვს ახალ კანონთან. ზოგადად აქვე ვიტყვი რომ ეს კანონია ძალიან კარგი, ზოგადად ხმაურთან დაკავშირებით ძალიან საჭირო, ძალიან აუცილებელი, იმიტომ რომ ყველანი ალბათ შეწუხებულები ვართ ხმაურით და ასე შემდეგ. თუმცა ხმაურთან დაკავშირებით კანონით მაგალითად არ დაჯარიმდება მხოლოდ ის, ვისაც დიდი ხმა აქვს, ვინც ხმაურობს მით უმეტეს ღამის საათებში. კანონი ამჟამად ეხება ყველას, ვისაც მანქანაზე აქვს არახარხმული გამშვები. კანონდარღვევაა როგორც გატრუბული მაგალითად პირდაპირ ტრუბა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი შემაწუხებელი ხმა და რომელიც მართლა შეიძლება დაჯარიმდეს, ეგეც და ითვლება ნებისმიერი ბრენდული, მაგალითად ჩემ შემთხვევაში Nvidia-ს გამშვები. ჩვენი Z მთლიანად არახარხმულ გამშვებზეა. ზოგადად არახარხმული გამშვები ყოველთვის და ძირითადად ბევრ შემთხვევაში არ ნიშნავს ხმამაღალ გამშვებს. ამ მანქანას ახლა ხარხმულად ამერიკაშიც და ევროპაშიც აქვს მაინც ხმა, ესეთი მანქანა, ესე გამოდის. თუმცა ჩემ შემთხვევაში ამ გამშვებს უკეთესი ხმა აქვს, უფრო სასიამოვნოა, ნაკლებად შემაწუხებელია, დაბალ ბრუნებზე თითქმის არ აქვს ხმა და კარგია რა, მოკლედ ეს მანქანა არავის არ შეაწუხებს და როგორც მახსოვს პირველ ვიდეო რო დავდე ჩემი ამ არხზე, იქაც თქვი მაშინ საერთოდ არ იყო ეს კანონის თემა, რომ სხვა ადამიანი არ უნდა შეაწუხო შენი გამშვებით. იმის გამო რომ ჩვენ ავტომოყვარულებს მოგწონს რაღაცეები,
სხვა არ უნდა შევაწუხოთ და მით უმეტეს ღამის საათებში. თუმცა ეს მანქანა არ ხმაურობს და ასეთია ძალიან ბევრი და მე ვფიქრობ, რომ არაქარხმული გამშვები თუ არ გამოსცემს დიდ ხმას, თუ არ არის შემაწუხებელი, ის არ უნდა ჯარიმდებოდეს რა. ეს არის და ეს სხვა შემთხვევაში ახლა რა თქმა უნდა ხმაური ყველას გვაწუხებს. არავის არ შეამონებს ღამის საათებში გატრუბული მანქანების ბაგაბუგი, მით უმეტეს პოპკორნი, რაც ავტომოყვარულის თვალითაც რო შევხედოთ, პოპკორნი და ასეთი რაღაცეები მით უმეტეს ღამის საათებში არ შეიძლება ჩემი აზრით. თუმცა რაღაცეები ხა ადამიანს უნდა კონდეს, ვისაც მანქანები გვიყვარს, ცოტა რაღაცა მოდიფიკაციების გაკეთება გვიყვარს, ისე რომ არავის არაფერს არ უშავებთ, ხმას დიდად არ უცვლის და რა ვიცი, ხა მოდი აბა დავქოქოთ და ვნახოთ როგორ დაწერს ჩვენი Z350 Nvidia-ს გამშვებით. ჩემი აზრით უკეთესი ხმა აქვს ვიდრე ქარხნულს და ეს არ ნიშნავს, რომ უფრო მაღალი ან უფრო შემაწუხებელი ხმა აქვს. ამიტომ ახლა მაინც დავქოქოთ, ვნახოთ დეციბელებით აი ზიო გამომართვი. ამ შემთხვევაში უკვე დეციბელზე არ არის რა დამოკიდებული თუ მანქანას არაქარხნული გამშვები უყენია, არ აქვს. უკეთესია, ხმადაბალია, კარგია, ცუდია, შემაწუხებელია. ეგ ნიშნავს უკვე კანონდარღვევას და მაგის მექანიზმი ჯერჯერობით არ არის. თუმცა თუ შეიცვალა და თუ რაღაც ცვლილებები შევიდა, ძალიან კაი იქნება. და კმაყოფილი იქნება აბსოლუტურად ყველა, იმიტომ რომ ქალაქს აუცილებლად სჭირდება სიჩუმე, სიწყნარე, ღამის საათებში მით უმეტეს მეტიც. მარტო მანქანებზე არა, ზოგადად ნებისმიერ ხმაზე, ყვირილზე, მუსიკაზე და ასე შემდეგ, ღამის საათებში უნდა იყოს სიჩუმე და მაგასაც ყურადღება ჭირდება ჩემი აზრით. დღისით ახლა ისეთი მანქანები, რომელიც ძალიან დიდ ხმას არ გამოსცემენ, იმის გამო რომ რაღაცა არაქარხნული გამშვები უყენია და თანაც ბრენდული, მაგის გამო ახლა ჩემი აზრით არ უნდა ჩამოერთვას ადამიანს მანქანა. რა ვიცი, ესაა და ეს. საბოლოოდ ვნახოთ, სექტემბერში იქნება თუ არ ვცდები რაღაც ცვლილება და იმედია ყველანი კმაყოფილები იქნებით, ავტომოყვარულებიც, არაავტომოყვარულებიც და ღამის საათებში გვექნება აბსოლუტური სიჩუმე და დღისით ახლა პატარ-პატარა გართობა ყველა შეიძლება. ეგაა და ეგ. აბა კარგად.